ახალი წლის მოახლოებას არანაკლებ ელოდებიან ხანდაზმული ადამიანებიც. მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა წერილები თოვლის ბაბუს დაუწერეს. მათ ამ წერილებმა ჩვენამდეც მოაღწია, ვინაიდან ახალ წელს ოცნებები ხდება, ჩვენც ვეცადეთ მცირედი წვლილი შეგვეტანა და მათი სურვილები აგვესრულებინა. სალომე კახეთელიძე ესტუმრა პანსიონატს და ახლა უტკბილესი ბებო-ბაბუების ტკბილი მოგონებები და ოცნებები, მოდით ერთად მოვისმენთ. მოგესალმებით, თოვლის ბაბუა თუ მოგზანდება დიდად გაგვახარებს და ბედიებს დიდ სითბოს და სიყვარულს მოგიტანს. სალამი თოვლის ბაბუას. ლალა გუდუშაური გახლავართ 91 წლის. დიდი მადლობა ჩვენზე ზრუნვისათვის, იმ სითბოსთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ ავლენთ. ჩემი სურვილია მომიტანონ ახალი წელი შესაფერისი ტკბილეული წინასწარ დიდი მადლობა ყველას. სურვილები, რომლებიც ახლა მოისმინეთ, სულ მალე რეალობად იქცევა. ეს წერილები მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ეკუთვნით, რადგან ახალი წლის ჯადოსნური ღამის დადგომამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, დილომშვიდობისა საქართველოს გუნდმა მეგობარ კომპანიებთან ერთად გადავწყვიტეთ მათთვის ჩვენი წილი ბედნიერება გაგვეზიარებინა. დილომშვიდობისა გილოცავთ დამდე 2025 წელს. ჩვენმა მეგობარმა კომპანიებმა, გუდულმა და სანდომა გადაწყვიტა, რომ ახალი წლის დილა თქვენთვის კიდევ უფრო ტკბილი გამხდარიყო. ქალბატონო გულნარა, ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელია, რომელია თქვენს ცხოვრებაში? როცა ვიყავი ქმარშვილში და ბედნიერად ხდებოდი ახალ წელს და მთელ საქართველოში იყო მშვიდობა. რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები თუ გქონდათ? კი, გურიაში მაგალითად აუცილებელი იყო ჩიჩილა გეგერუმა, ღორის თავი უნდა ყოფილიყო მოხარჩული და მასთან ერთად მეორე დღეს ახალი წლის მეორე დღე ორი რიცხვირულმა ერთი კაც ურემი ყავდა და ხო იყო შეჭირვებული ოჯახი ომიდან დაჩაგრული ყველაფრით და ყველას არ ქონდა იმდენი ჩამეია წამოვიდოდა და ვის რა ქონდა იმ ურემზე უწყობდი და ვატამდით იმ შეჭირვებულ ოჯახთან. თქვენთვის რომელი ახალი წელია ყველაზე გამორჩეული? ჩემთვის გამორჩეული იყო ის ახალი წელი, როდესაც სიყვარული მეწვია. რამდენი წელი იყავით მაშინ? მაშინ მე ვიყავი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც ალბათ 40 წლის თუ უფრო 37-ის, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიყავი ძალიან ბედნიერი. სიყვარულის გაგრძელება შემდეგ რა იყო, შეიძლება რომ დავინტერესდე ამით? 15 წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ სამწუხაროდ მერე ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა, გარდაიცვალა. ცხოვრება გრძელდება და შენ უნდა მიესადაგო იმ სიხარულს, რომელიც მოაქვს ახალ ცხოვრებას. როგორ მიულოცავდით საქართველოს 2025 წლის შემობიჯებას, რომელიც სულ რამდენიმე საათში დადგება? ჯერ ეს ერთი, რომ მინდა უსურვო ყველას, რაც არ უნდა მართლები იყვნენ, რაც არ უნდა სჯეროდეთ რაღაცის, აგრესიულობა მაინც ზედმეტია. აგრესიულობა. არ მინდა რომ ადამიანები იყვნენ აგრესიულები, განსაკუთრებით ქალბატონები. ხალხს უსურვებდი დიდ მშვიდობას, ბედნიერებას, ხვავს, ბარაკას და ყველანი მეგობრული ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ და არ იყოს ბოროტი და სიბოროტე და შუღლი. შენატლება ჩემი სახკარი, ჩემი სოფელი, მე ვოცნებო ჩემს კუთხეში დაბრუნებას. აფხაზეთში ერთმანეთისთვის მოგვიდოსოს ამ წელში
გაერთიანება საქართველოს. მოდით ახლა ერთად მივუსხდეთ სადღესასწაულო სუფრას, აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება და კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს მაყურებელს, ხო? გილოცავთ 2025 წლის შემობრძანება. ფეხ ბედნიერად შემობრძანებული იყო საქართველოში და ყველას ოჯახში. ენი არ მყოფნის რა სიტყვა და სიყვარული გამოყო თქვენთვის. თქვენ რომ მოხუცდებით, მე ახალგაზრდები მოგილოცავენ და ჩვენ გაგახსენდებით თურმე რამხელა სიტყვა მიუტანეთ იმ ბებიებს ჩვენ.